საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელიც აქვს ახლა, რომელიც ადასტურებს ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამე, სადაც ადასტურებს, რომ რუსეთს და საქართველოს არ აქვს არანაირი რაღაც მეგობრული ალიანსური კავშირი. ანუ ეს როგორ არის? ეს არის აბსოლუტური რეალობა. იდეაში შეიძლება დაფიქრება იმაზე, რომ საქართველოს გააძლიეროს მაგალითად ეკონომიკური კავშირი, რომ უბრალოდ უკეთ ვისთან? რუსეთთან თუნდაც. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის არის რუსეთთან ეკონომიკური კავშირებზე ვარი. არა, მე მგონი უფრო მეტი შეიძლება. იმიტომ რომ როგორ არის, რომ ეხლა ჯერ კიდე ჩვენ ქვეყანაში ვყავს რაღაც შეშლილ ქალთა კომიტეტი, რომელიც აგრესიულ მილიტარისტ ქალთა კომიტეტი. ხო, ეგ ჩემი ტერმინოლოგია. აგრესიული. არა, აგრესიული მილიტარისტი დიასახლის. არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აგრესიული მილიტარისტი დიასახლის და კომიტეტები არსებობს, რომელიც განსაზღვრავენ ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს. ქვეყნის გეოპოლიტიკა. ომის დაწყებას. კი, ანუ ომის დაწყება. როგორ მიმდინარეობს ომი? როგორ მიმდინარეობს, ვის უნდა ველაპარაკოთ? ვისთან გვერდით დგომა ფოტოში უნდა შეგვცხვეს, ვისთან არ უნდა შეგვცხვეს, თუ მაგალითად იქნებოდა სამი ბალტიისპირელი ქვეყნის ეს იქნებოდა სასწაული. დევდარიანი, რომელიც აგრესიულ მილიტარისტ დიასახლისად არის განეკუთვნება, ოღონდ დიასახლის რომელიც კერძების კეთება დარწმუნებული რა არის. ეგ შავა საერთოდ ხო დიასახლის არ არის თქვა აშხაბადში ჩატარებული ფორუმის საერთო ფოტო რო ნახა მე ზიზღება ყველა ძალიან ქალური ის ქონდა რომ ყველა ეზიზღება თურქეთის პრეზიდენტი ყველა აი ვაფშე ვინც იქ არის მამაკაცები გულისხმობს ხო ეგეც შეიძლება სხვათა შორის შეიძლება პლუს ამას დავამატოთ ან ორივე ერთად მოდი ესე ვქო დავამატოთ ერთი დეტალი რა რომ აქ ეს ნაივური პოზიცია რომ საქართველოს არა კავკასიაში მდებარე ერთ-ერთი სახელმწიფოა, არამედ ბელგიის გვერდით ლუქსემბურგის უფრო დიდი ვარიანტი, ეს არის კი, სულვილად ბაზარი არაა, ძალიან კარგია. მაგრამ რეალობა ხო მე არა მახსოვს არტექსტი. არა, შალხე. ეხლა რომ დავბადებული იყავი იქ, ალბათ მერჩინა ვიდრე საქართველოს დავბადებული ყავი და ამ კულტურაში გავზრდილი იყავი, ვიდრე რომ წარმოვიდგენ იმათი პოზიციიდან. აქ რა ხდება რომ ხარ საქართველოში და იქ ხანში იქაც პრობლემები იქნება ძალიან დიდი. და ჩემი აზრით და აქ არ იქნება. აქ ჩვენ მივაგენით შეგნებულად ძალიან მაგარ რამეს. ჩვენ მივაგენით რომ საქართველოში მშვიდობის ფასი არის ძალიან უნგებიანი. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ეკონომიკური აღმავლობა. ხალხო გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა, იმიტომ რომ აი ყველაზე მარტივ მაგალითს გეტყვით რა. საქართველოს მთავრობამ ბოლო 2 თვეში იმდენი პროექტი დაანონსირა, იმიტომ რომ ფული გაჩნდა. ფული გაგვიჩნდა რომ რაღაცები გავაკეთოთ. განათლების რეფორმა აბა, მაგარი ძალიან. ანუ განათლების რეფორმა, რომელზეც არ ჭირდება ამას. 15 წლის წინ მე და ჩემი მეგობრები, ნუკლეა ვიღაცები ვლაპარაკობდით ახლა იქ და ფრონტზე რაც უნდა გაკეთდესო, უცებ აღმოჩნდა რომ ვაკეთებთ. შეგვძლებია თურმე. იმიტომ რომ საქართველოს ამ პოლიტიკით გაუჩნდა ფული ამის გაკეთებისთვის, იმიტომ რომ სინამდვილეში აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს დეტალებზე, რომ ეს არ მოგწონს, ეს მოგწონს და ოღონდ კარგია. კი, ოღონდ აქ ლაპარაკი არის ისეთ რაღაცებზე, აი შეგწხვება, რომ ვიღაც ტიპები, ანუ ძალიან მარტო რამის ვიტყვი რა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეხლა ნახულობს ახლანდელ განათლების სისტემას და ამბობს, რომ მოწონს, არ არის ნორმალური.